სოფელი თავმჯდომარის თემასაც მე ახლა უბრალოდ თავაზობთ, მართლა მოულოდნელად გაჩნდა ამის შესაძლებლობა, რომ მოვისმინოთ ნიკა გვარამიას პოზიცია ამ თემაზე, ჩვენი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ახლა მას აქვს შესაძლებლობა რომ შემოგვიერთდეს და შეგიძლიათ მოვისმინოთ ნიკა გვარამია ხშირად ერთვება ხოლმე, როდესაც უჭირს სიუჟეტს და ჩართვებს და კი ბატონო მოვისმინოთ. მოგესალმებით, თუ ვინმეს უჭირს, მათ შორის გონებრივად არის ბატონი მდინარაძე, ფაქტია ხა ეს, რასაც ჩვენ მისგან ვისმენთ, ეს არც კვალიფიკაციაა, არც პოლიტიკური კვალიფიკაციაა და არც ამ დღეს უნდა უსმინო პირდაპირ ეთერში რა უნდა გავაკეთოთ. არ მისმინოთ და დატოვოთ ეთერი. არა, ეთერის დატოვება მე არ მჩვევია. თქვენ გადადიხართ ლანძღვაზე რომ ეს ყველაფერი გადაფაროთ. აგებთ დებატებს რეალურად საკმარისად ვისმინეთ თქვენი აბსოლუტური იდიოტიზმი, ეხლა მომისმინეთ მე. თქვენ მიჩვეული ხართ ერთი წუთი და ეხლა მომისმინეთ. დადგმებს ვინ არის? მიჩვეული ეხლა მოგასმენინებთ. ეხლა მოგასმენინებთ ვინ არის? ეხლა მოგასმენინებთ ვინ არის დადგმებს მიჩვეული. ბატონი მამუკა მდინარაძის საადვოკატო, არათუ ყველაზე ანაზღაურებადი ადვოკატი არიყავით. არავის არ გაუგია თქვენი საადვოკატო მოღვაწეობის შესახებ არაფერი საერთოდ. თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობდა და მთელი 4 წლის განმავლობაში ამის გამო მოხდა, ფულს იღებდა ამაში კლიენტებისგანაც და სახელმწიფოსგანაც, სუსის აგენტი იყავით, ჩვეულებრივი, მათ შორის ნინუას ადვოკატი იყო, რომელიც გაყიდეთ ჩვეულებრივი. ეხლა მომისმინეთ ბოლომდე ერთი წუთით რა. აი ხა ეს რაღაცა მომისმინეთ ბოლომდე და მერე გამეცით პასუხი რა. დაბრალებები მომისმინეთ ერთი წუთით და მერე გამეცით პასუხი. იყავით სუსის ადვოკატი ჩვეულებრივად, ყიდით თქვენს კლიენტებს, რომლებიც სახელმწიფოს წინა ნინუას ადვოკატიც იყავით და ბოლომდე გაყიდეთ ის, ამაში აიღეთ ფული, ეს დაგიფასდათ და გახდით ქართველი ოცნების წარმომადგენელი. დაასრულეთ ერთი წუთი და მერე მომისმინეთ და გამეცით პასუხი და მეც გაგცეთ. შეიძლება ნუყვირი ხარ პირდაპირ ეთერში არ გაგავთ. ამის შემდეგ ორივეს მინდა. ამის შემდეგ ჩემი ორალური ხელებს მე გამსვარდოთ. ძალიან თემებს ეხებით, ეხლა და ქართველი ეხლა რა შეეხება დანარჩენს? შეეხება არ შეიძლება. მე ვისაუბროთ ვინ რა შეეხო რა. თქვენ თვითონ შეეხეთ იმას რომ მე ქთამი მივეცი ვიღაცას, ამიტომ ვერ გამაჩერებთ ეხლა ყველა ლაპარაკობ. არა, ქთამი მიეცით არ გეუბნებით. არა, ეხლა მუშაგეშინდათ რა. ეხლა მუშაგეშინდათ. მაგაში დამადანაშაულეთ. მე მეუბნებით შიშზე, მე ლაპარაკობ. თქმა უნდა თქვენ გელაპარაკებთ ეხლა შიშ არა ხარ, ყველასთვის ცნობილია. არც ადვოკატად ვარ გიხარ, არც კაცად და არც პოლიტიკოსად. პირდაპირ ეთერში გეუბნები მაგას. მე ვისაუბროთ მაგაზე. კორექტულად ვისაუბროთ ძალიან გთხოვთ. ეხლა გავაგზავნოთ. არა, ვერ ვესაუბრებ კორექტულად ადამიანს, რომელიც ამ წუთში მადანაშაულებს გაღიზიანება, ერთის ეს გამოიწვია რეალობა. სიმართლე არის ძალიან რთული და მწარე. კარგი, გაჩვენდით ეხლა მაგრამ ესეთი შეურაცხყოფები თუ შეიძლება, მე ვცდილობ ეხლა რა შეეხება იმას, რაზეც თქვენ ვისაუბრეთ. არაფერს არ გადავიდე შეურაცხყოფაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფიქრობ რა არის ამის შეკით, რასაც გეუბნები. აბსოლუტურ სისულელეს, როგორც იურისტი, ასევე და როგორც პოლიტიკოსი, აზრზე არ ახართ არც ერთ მიმართულებით, პირდაპირ გეუბნები. ხა რა შეეხება დანარჩენ. ჩვეულებრივად გაფუჭებული ხართ რა, აი, გაგაფუჭათ ბიძინა ივანიშვილმა დასაწყისშივე თქვენი კარიერის. როგორც იურისტი ვერ შედეგით, როგორც პოლიტიკოსი უკვე ვერ შედეგით. რა შეეხება კარგი, ეხლა სადამდე ვისმინოთ, ეხლა ეს რაღაცა ტელევიზიის დირექტორი ხარ და ჟურნალისტებად ეძებ თავ და მე ვცდილობ მაყურებელს ეპატივი და ასეთ რაღაცებს მიჩვეული არავინ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გელაპარაკებით, რამდენი საუნდა ილაპარაკოთ, ეს ტელეკომპანია იმედი არ არის. და თუ შეიძლება, როცა სიმართლეს მოისმენთ, ესეთ გამოგტომებს თავიდანვე. მე გეუბნები, ასეთი რაღაცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება. თქვენ ისმენთ სიმართლეს, თქვენ ამ დროს ხშირად ჩვევიათ. თუ შეიძლება ერთი წამი ხშირად ჩვევიათ ხოლმე, რომ თქვენ როგორ ბედავთ, საერთოდ არ არის ეს სწორი, მაგრამ თქვენ ვერ უნდა ბედავდეთ ესე ჩემთან გასაგებია, რომ გამოდიხარ და მდინარაძეს თუ სხვას დამელოდეთ ერთი წუთი მოგასმენინებთ არის გასაგები. ერთი წამი თუ შეიძლება ესეთი რაღაცა არ შეიძლება არც ერთი წამი გაჩვენდით ეხლა და მე გავაგრძელებ მაყურებლისათვის. გაჩვენდით შეიძლება მე რა უნდა გავაკეთო? გავიგეთ, გაჩვენდით. თუ არ გინდათ, გადით ეთერიდან, არ გინდათ, გადით ეთერიდან, ვინ გაძალებთ კაცო? პასუხის გაცემა არ გინდათ. მე მათი ხოლმე ორივესთან რა, ვიყოთ კორექტულები და მოგავარდოთ ერთმანეთს. ავტოო ეთერი. ნიკა მამუკა ძალიან შეიძლება მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ ამ გადაცემაში და მოუსწროთ. ეს არის დაზოგური იმისა, ვაცალოთ ერთმანეთს აზრის გამხილვა. ეს არის იმისი დადასტურება. რა უნდა მამხილოთ ეხლა თქვენ ორუჯრედიანი ხართ, ჩვეულებრივი
ორჯერ ორი არ გესვით იურისპრუდენციაში თქვენ რა მზრდელობაა ეხა არ შეიძლება რომ დააწყნარეთ გაღიზიანებული სიმართლე არ მოგწონთ ეთერი გამძანდით თქვენი ტელევიზიის დირექტორი და მომეცი საშუალება რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსო გავაგზელოთ ეხლა რაც შეეხება ხთამის მიცემას ჯერთი ბოდო არის სრული არავითარი შეთავაზება არ ყოფილა ეს არავის არ დაუდასტურებია თქვენ დაადასტურეთ ავთენტურობა არ დაუდასტურებია ბატონჩემ ასეც კი ესეც კი არის არასწორად გახსოვს ყველა არასწორად გახსოვთ თქვენ ეხლა რაც შეეხება ავთენტურობის დადასტურებას მე დავადასტურე რომ ეს არის ჩემი ჩაწერილი და ჩემი ხმა არის იქ მე არ დამიდასტურებია რომ ეს საუბარი არის ავთენტური ეს საუბარი არის დამონტაჟებული რას ნიშნავს ხმა არის ჩემი რას ნიშნავს ეს საუბარი არის დამონტაჟებული მე ეს ჩვენება მივეცი პროკურატურასაც მე მოუყევი დეტალურად რას ეხებოდა იმ ფულზე საუბარი და ვისთან იყო ეს დაკავშირებული ეს არ იყო აბსოლუტურად მე არ ვესაუბრები მამუკა ახვლედიანს ამ დროს ვესაუბრები სხვა ადამიანს ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე ეს არის დაჭრილი საუბარი მტკიცებულებებზე რო ლაპარაკობთ რომელ მტკიცებულებებზე ლაპარაკობთ პროკურატურამ დაადასტურა ეს მტკიცებულებები თქვენ რა იცით რომ მტკიცებულებები არსებობს მამუკა ახვლედიანის საქმეში რომელი მტკიცებულება გაქვთ იმაზე ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა მტკიცებულება ამ რაც ვლაპარაკებ პირდაპირ ეთერში იურისტი ხარ თუ მსოველი იურისტი ხარ თუ მსოველი იურისტი ხარ თუ მსოველი გავანებოთ რათა ეხა შეძლებს დაგვარად ვითმენდა ეხა რა გავაკეთოთ ადამიანები ვართ ყველა არ მოითმინეთ ეს გინდა თქვენ რომ არ მოვითმენთ იმიტომ ვითმენ რომ მაყურებელს ჩვენ ჩვენი ოჯახი წარებს მთელი საქართველოს მოსახლეობას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მივუწეთ ბატონ მამუკა შესაძლებლობა თქვენ რა პასუხს გეკუთვნით არ ეკუთვნის საზოგადოებას და რა გავაკეთოთ თქვენ რა პასუხს აქ არის დაპირისპირება ინტერესების თქვენ რაც გეკუთვნით ეხლა რაც შეეხება პირდაპირ ეთერში ვერ რაც შეეხება ბატონი მამუკა ახვლედიანი თუმცა დიდი სურვილია ბატონი ის გითხრათ რაც გეკუთვნით მადლობთ არ არის ესე კი გასაგებია თქვენ გაამართლეთ უკვე ის ადამიანები ვინც ილაპარაკა რაღაცა თქვენი ადგილი ძალიან საქმეზე ვილაპარაკოთ და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე რა ეხლა რაც შეეხება კურიერი ეს ბოლოს და მართლა უადგილოა აქ ეხლა ბატონი ახვლედიანი საქმეზე ვილაპარაკოთ ბატონო ნიკო თქვენც გთხოვთ ბატონო მამუკა თქვენც გთხოვთ აცალეთ ერთმანეთს მოისმინეთ ერთმანეთის ბრალდებები და პოზიცია და გაეცეთ ერთმანეთს ახვლედიანთან ცალ-ცალკე არაერთად დაკავშირებით საუბარი მხოლოდ ამიტომ ჩავეჭერე შეიძლება დააწყნარეთ ვერ მშვიდდება გავიგეთ ბატონო მამუკა თქვენ შეიძლება სასულელე ლაპარაკობთ ეს გავიგეთ მაგრამ უკვე იმდენი სისულელე ილაპარაკეთ აღარ გიშველით ეგ გავიგე ხამ შეურაცხყოფა ბატონი ახვლედიანი ბატონი ახვლედიანი საზოგადოების პატივისცემით არ გცემთ პასუხს და ნუ გაიმეორებ გავიგეთ რომ არ გცემთ პასუხს მე მგონია რომ ვერ მცემთ გავიგე რომ საზოგადოების გამო არ მცემთ მე არ მჯერა ამის მაგრამ გავიგეთ რაც შეეხება ბატონ ახვლედიანთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება ჩემი მის მიმართ შეთავაზების არ არსებობს ერთი მეორე ძალიან მარტივია რაში ვუხდიდი ბატონ ახვლედიანს ფულს დაგისვამ შეკითხვა საკუთარი თავისთვის ის არავითარ კავშირში არ არის რუსთავი 2 საქმესთან არავითარ კავშირში რა ჩაიდინა ბატონმა აი თუ ფული აიღო ჩემგან რაში აიღო ბატონმა ახვლედიანმა ერთი წელი ატრიალებთ ამ დავასრულებ რა და მე მიპასუხეთ რა პერსონა სამწუხაროდ რაში მაინტერესებს მისი პერსონა 6 მილიონი ვის რას მელაპარაკებით რაღაცა აბსურდებს რო ლაპარაკობს ეს მაინტერესებს მე ხوار გამართდით თქვენ შემთხვევაში შემდეგ იგივე სასამართლოში გამართდით ზუსტად ზუსტად იგივე სასამართლოში. ანუ გვაქვს ჩვენ ამ ეჭვის საფუძველი, ხო? და კიდე ორ ინსტანციაში, უზენაეშიც და აპელაციაშიც. კი ბატონო. ეხა უკვე სასამართლო რო გამომართლა მაგაში მივეც. ჩამოყალიბდით მე სხვათა შორის არ ვიცი თქვენ რაში გადაუხადეთ ახვლედიან. ჩამოყალიბდით. თქვენი გამართდით. ჩამოყალიბდით. თქვენ მას ელაპარაკებოდით ამაზე ავთენტურობას ადასტურებდით და ეხა სხვანაირად ლაპარაკობთ. არა, უკვე ხო ხედავთ რომ ჩიხში შეხვედით თქვენ თვითონ სისულელეში. კიდე უფრო მეც სისულელეში გადავხდით. ხო რომ ესეც საქციელზე ნუ გადადიხართ. კიდე უფრო მეც სისულელეში გადახვედით. ჩემი გამართლება იყო 2 წლით ადრე, ვიდრე ეგ საუბარი შედგებოდა. მანამდე მამუკა ახვლედიანი ნანახი წამოყალიბდა. საუბარი შედგა ესე იგი. ხო გითხარით რომ შედგა და მე ჩავწერე ეს საუბარი შედგებოდა. მე ჩავწერე ეს საუბარი, ბატონო მდინარაძე, მე ჩავწერე ეს საუბარი. ხო გითხარით რომ ეს არ არის ავთენტური საუბარი. ნუ გაღიზიანდები. დავასრულებ. დავასრულებ. სისულელეში გადაიჭერეთ უკვე. ყველაფერი ცნობილია. მომავალი თუ გინდათ გქონდეთ, ამ სისულელეს ნუ ლაპარაკობთ. მე მესმის რომ არ შეგიძლიათ ილაპარაკოთ, არ შეგიძლიათ ილაპარაკოთ რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით. ცუდი გამოცდილება გაქვს. ნუ ილაპარაკებთ. ცუდი გამოცდილება კი არა, მაგრამ 10 წელია უკვე
რაღაცას წარმოვადგენდა. თქვენ ერთი წელია წარმოვადგენდა და უკვე დაამთავრეთ. უკვე დაამთავრეთ. თორე არც თქვენი ადვოკატურა გაუგია ვინმეს. სანამ პოლიტიკაში მოხვიდოდით, არც ვერც თქვენ პოლიტიკოსობას გაიგებს, როგორც კი წახვალ პოლიტიკიდან. მოკლედ და კონკრეტულად. ეხლა ეს არის სრული სისულელე. ტელეკომპანია იმედი რამდენჯერაც რო იცოდეთ ისე თქვენთვის. რაც უფრო მეტჯერ დაატრიალებს ტელეკომპანია იმედი, მით უფრო მეტად იცდება რომ ეს თქვენი ინტერესია და აბსურდია. მე მზად ვარ პროკურატურას ამ საქმეზე კიდე 10 ჯერ გავცე პასუხი. პროკურატურამ ერთხელ დამკითხა და დაასრულა. თქვენ რა მტკიცებულებები გვაქვს საზოგადოებას აჩვენეთ. რა მტკიცებულება გვაქვს? პირველი რომ მე მივეცე ქთამი მამუკახლედიანს და მეორე რომ მან ქთამით შეიძინა რაღაცა ბინები. მე რა მტკიცებულებები მაქვს? მე რა მტკიცებულებები მაქვს ქთამის ამღები მოსამართლეების შესახებ? ამას ხვალ მოგასმენინებთ პოსტსკრიპტუმში. ძალიან კარგად დოკუმენტირებულ სახელმწიფომ როგორ მისცა ქთამი ერთ-ერთ მოსამართლეს. ამას ხვალ გაჩვენებთ. მაგრამ თქვენ რა მტკიცებულებები გაქვთ? რო იძახით რომ მტკიცებულებებით გამაგრებულიაო? ან ჩემი ქთამის მიცემის ან მამუკახლედიანის მიერ აღებული ქთამი. აი რომ დაასრულებთ გაგცეთ მაგაზე პასუხი და თუ შეიძლება დაასრულებთ. დავასრულე. კარგით. ბატონო პაატა პირველი. დიახ, ბატონო მამუკა თუ შეიძლება თქვენი პასუხი იყო. მე მინდა გთხოვოთ რომ ცოტა შემჭიდროებულ დროში, იმიტომ რომ თქვენმა კამათმა ძალიან ბევრი დრო წაიღო. მე იმედი მაქვს რომ მაყურებლის ყურადღებაც მიიქცია ალბათ, მაგრამ მაინც. მაყურებლის ყურადღებას მიიქცევს, ძალიან დიდი ხანი დარჩება მეხსიერებაში ქართველ მაყურებელს ის გამოხტომა ძალიან რბილად უპასუხებს. ბატონო მამუკა ძალიან გთხოვთ საქმეზე. ეხლა მე მთხოვთ გამოხტომა სიტყვა არ თქვა და ის სიტყვები დაგავიწყდა ზუსტად ერთი. არა, არ დამავიწყდა და ბატონ მიკასაც ვთხოვდით თუ გახსოვთ თქვენ ჩემი სიტყვა. არა, თხოვდით, მაგრამ ვერ უზმულყავით ეს თქვენი პრობლემაა. ეს თქვენ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფ როგორც ჩანს და ამის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის რომ ორივე გაგიყვანოთ ეთერიდან. ეს არ მინდა. ასე უნდა გექნათ სწორად, მაგრამ საქმეზე ისაუბროთ. კარგით. ეს გამოხტომა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურება რომ სიმართლე არის ძალიან მწარე. ჩვენ ვიცით ერთი სიმართლე, ამ ადამიანს რომელიც გვარიც კი არ ვახსენე, შეგნებოთ არ მიყვარს ესე პირდაპირ ადამიანების შეტევის მიტანა და ამ ადამიანს აღმოაჩნდა დიდი აქტივები, დიდი ქონება, დიდი კრედიტების შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ჩემთვის მტკიცებულება და მათი კონტაქტი რო დადასტურებული იყო, ამაზე მე მგონი ამ ქვეყანაში აღარავინ დაობს. ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილება ბატონი გვარამიასი, ჩვენ ვიცით წარსული გამოცდილება მისი პოლიტიკური გუნდის, ჩვენ ვიცით ჩვენ შევხედეთ დღევანდელ პირდაპირ ეთერში როგორ აკეთებდა სკრინშოტებს და როგორ აჩვენებდით თქვენ მაყურებელს როგორ უნდა დაყალბდეს ეს ყველაფერი. მეც მონაწილეობდი მაგაში და ჩემი იდეა იყო და ეს ყველაფერი თქვენი აზრით იმას ნიშნავს რომ რუსთავიო და ყველაფერს აყალბებს ხო? ეს არის ელემენტარული ვის გაკეთებას თქვენ შეგიძლიათ. ბატა თუ შეიძლება ხა თქვენც რო გადახვალთ დებატის. არა, რომ მეც მავდანაშაულებთ უკვე რაღაც გაყალბებს. ყველა შეუძლია და კიდევ ერთხელ მეორე ყველა გამოსვლაში თუ შეიძლება ყველა გამოსვლაში ვთქვი რომ ჯერ უნდა დადასტურდეს ამ ყველაფრის ავთენტურობა ეს არის პასუხისმგებლიანი იურისტის ადამიანს ახლა რაც შეეხება ჩემს პროფესიონალიზმს და როდის გამოჩნდი და როგორი ადვოკატი ვიყავი აი ეს ვერ მაიცის და ამაზე პასუხს არ გავცემ და ნუ არ ჩავთვლი ღირსად არავის რომ ამაზე ვილაპარაკოთ ეს მეორე საკითხია თუმცა ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი გამჭვირვალე და რაც არ უნდა ასეთი შეტევები მოიტანონ რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ქართველი ახალგაზრდა კაცისათვის ამ ეთერში ჯდომა და ასე ლაპარაკი მაინც შევეცდები რადგან აქ ვარ რომ ამ მოთმინებით რაც დღეს გამოვამჟღავნე და ძალიან რთული იყო ჩემთვის და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ ამ ყველაფერს და რამდენიმე დღის წინაც შეიძლება რაც არ უნდა რთული იყოს მაინც შევეცდები რომ ჩვენი ქვეყნის ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას ასეთმა ადამიანებმა ჩრდილი ვერ მიაყენონ და ჩვენ სამშობლოში ასეთი მართლა რეტროგრადიული გადმონაშტები რომლებმაც უნდა რაღაცნაირად დაანგრიოს სისტემა თავის დროზე ძალით თავის დროზე ძალადობით, შიშით, შანტაჟით და დღეს უკვე მოსყიდვის მცდელობებით, უკვე საინფორმაციო თავდასხმებით ეს აღარ განმეორდეს ჩვენ ცხოვრებაში და ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მიზანი. ოღონდ არა მტრობით და არა რაღაცა ღვაწლით რომ მე ნიკა გვარამიამ გამლანძღა რაღაც სიტყვებით პირდაპირ ეთერში. პირიქით მე ნიკა გვარამიასაც დავიცავ თუ დაჭირდება, იმიტომ რომ უფლებების დამცველი ვიყავი 11 წლის განმავლობაში და აქედან გამომდინარე რაც ამნა ჩართვები აკეთოს, ყველას დავიცავ და რაც არ უნდა მწარე იყოს ეს ჩემთვის, მე ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ჩემი დღევანდელი პოზიცია და სამშობლოს სიყვარული და მოქალაქობრივი ვალი რაც არის ჩემი. აქედან გამომდინარე, მოდი ამაზე ნუღა გავაგზავნებთ ახლა. პირდაპირ ეთერში ლანძღვა არ არის ჩემი სტილი და მე არ ვარ ამ სტილის ადამიანი, ეს არ შემიძლია. ამიტომ დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი და ერთი სიტყვით, ჩვენ გვექნება განვითარებული დემოკრატიული მაღალი ხარისხის დემოკრატიის გამჭვირვალე სასამართლო და ჩვენ ამას უზრუნველყოთ და ჩვენ სამშობლოში არავის მივცეთ ნამდვილად უფლებას, რომ ჩაერიონ მოსყიდვის, შანტაჟის და არავის მივცეთ იმ დროის დაბრუნების უფლებას რაზეც ეს ადამიანები ოცნებობენ ძალიან მე იმედი მაქვს რომ თავისუფალი იმედის დაჩაგვრის უფლებასაც არავის არ მისცემთ. რა თქმა უნდა და თუ რაიმე ჩანაწერს
პრობლემებს გამოაქვეყნებს გვარამია თქვენა ნებისმიერი ადამიანი და ის იქნება ავთენტური, იქაც იმ ხარეს დავდგები, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ პროკურატურაც თუ დაგვიწყს პატივს და რაიმეს გამოაქვეყნებს, რადგან მამუკა აქედანაა წამოსული მთელი პრობლემები და არა მარტო ამ საქმეს. მე ყველა ავთენტურ მტკიცებულებას დავეყრდნობი, ყველა რეალურ ლოგიკას დავეყრდნობი და აქედან გამოვიტან დასკვნებს და შეიძლება ბევრი გავაკვირო კიდევც, რომელ მხარეს დავდგები, იმ მხარეს დავდგები, სადაც იქნება სიმართლე. ეს იცის ყველა, მათ შორის გვარამიამ. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად არ ვიცი, პირდაპირ ვამბობ, ძალიან მოკლედ მაყურებელს ბოდისუხტი გაცხარებისთვის, მაგრამ ნამდვილად ვერასოდეს ვერ ავიტან ჩემს მიმართ ბრალდებებს, ნებისმიერი სახის ბრალდებებს ავიტან, ოღონ კორუფციაში მონაწილეობას ვერასოდეს ვერ ავიტან, იმიტომ რომ ეს არის ის, რასაც მთელი ცხოვრებაა ვებრძვი. განსხვავებით ბატონი დინარაძისგან, რომელსაც ნამდვილად მთელი პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ აქვს სუფთა წარსული. მამუკა, ეს არის ჩემი დამოკიდებულება, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ნამდვილად. საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ვინ კორუფციაში გახვეული, ვინ ძალადობაში, ვინ შანტაჟში. მადლობა ბატონო. ხა ჩვენ ძალიან დიდი მადლობა. ორივეს ძალიან დიდი მადლობა. დინარაძე კამათობდნენ ასე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. ხელისუფლებით გაცხარებული ვიყავი და ცუდი ბრალდებებით მაყურებელს. გენერალური დირექტორი საფოსტავიერის, მაგრამ ალბათ დრო არ დაგეჭირა. ბატონ დინარაძე, ჩემთვის ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი ქართველი მაყურებელი, ამიტომ მადლობა. გვარამია მამუკამ დინარაძეს დრო და დიდი მადლობა დასრულებული ეთერის არ არის მარტო ჩარტვები. დიდი